გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს დარჩით ჩვენთან. მე კი ჩემს ძვირფას ერთგულ მაყურებელს ბოდიშს მოვუხდი დიდი პაუზის გამო, რიგი მოვლენების გამო ვერ ვახერხებდი ვიდეოების ჩაწერას. მოხდა სხვადასხვა მოვლენები ჩემს ცხოვრებაში. მართალია იყო ბევრი პოზიტივიც და ასევე რაც მთავარია, მქონდა ძალიან მძიმე რიტუალები. ძალიან რთულ ნეგატიურ ჩარევებთან მქონდა საქმე, წმენდა ხდებოდა ძალიან მძიმე შემთხვევების და აქედან გამომდინარე ჩემი გადაღლილობის სუსტი ენერგეტიკის გამო არ ვწერდი ვიდეოებს, მუდმივმა მაყურებელმა იცის რომ ყოველთვის ვერ იდები, როდესაც დაღლილი ვარ, ან ძალიან მძიმე ნეგატივთან მაქვს საქმე, არ ჩავწერო ვიდეო, რომ აი ეს ენერგია, ის ნეგატიური ენერგია თქვენამდე არ მოვიდეს და აი ახლა დავლაგდი, დავწყნარდი და გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეოები. დღეს გავაკეთებ ორ ვარიანტს, ბოლოს სულ თითო ვარიანტს ვაკეთებდი სიტუაციის მიხედვით პროგნოზს, მაგრამ აი ეს რომ ავანაზღაურო ის გამოტოვებული დრო შევეცდები 2-3 ვარიანტი გავაკეთო ხოლმე, რომ უფრო ფართო აუდიტორია მოიცვას ამ გაშლებმა და ბევრისთვის იყოს პასუხი ჩემს გაშლებში. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დასტის მიხედვით, ან თქვენი სურვილის მიხედვით პირველი, მეორე, მაგრამ როგორც იცით, ყოველთვის ვკითხულობ წინა ისტორიას და усвინეთ, რა თქმა უნდა, შესავალს, რომ მივხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა მისაღები. ეხლა რა თქმა უნდა განვიხილავთ ჯერ რა სიტუაციაში იმყოფებით და მერე პროგნოზი იმ სიტუაციიდან გამომდინარე. პირველი ვარიანტი, რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემოკარგებო, პირველი ვარიანტისთვის რა არის ყველაზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოხდა რაღაც ისეთი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში, რომელმაც გამოიწვია ის, რომ წერტილი დაუსვით კონკრეტულ შეიძლება ურთიერთობას, წერტილი დაუსვით რაღაც სიტუაციას თქვენს ცხოვრებაში. ეს იქნება ერთ ადამიანზე ლაპარაკი თუ სოციუმზე თუ საქმიანობაზე, რაღაც დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში, დამთავრდა ისე, რომ თქვენ თვითონ დაუსვით წერტილი, თქვენი საკუთარი სურვილით, მიხვდით, რომ აღარ შეიძლებოდა ესე გაგრძელება, სხვანაირად ვერ მოიქცეოდით. მართალია ამ ყველაფერს ძალიან მძიმე ფიქრები და შინაგანი წინააღმდეგობები ახლდა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩართეთ უკვე მენტალი, ჩართეთ გონება, ემოციები გვერდზე გადადეთ. მართალია რაღაც შიშებიც, თითქოს სტრესებიც გამოიწვია ამ ყველაფერმა თქვენში. აი ახლა კი დავსვი წერტილი და დავამთავრე ეს ურთიერთობა, დავამთავრე ამ ხალხთან ყოველგვარი საქმიანი თქვათ შემხებლობა, წამოვედი სამსახურიდან და ასე შემდეგ. ამან გამოიწვია შიში, რომ აი მომავალში როგორ იქნება, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ნერვიულობისა, სტრესისა, დეპრესიისა, შიშებისა, ამ დასასრულის შემდეგ თქვენ შეიცვალეთ, თქვენი მსოფლმხედველობა შეიცვალა, თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ადამიანებს უკვე სულ სხვა თვალით უყურებთ, შეიძლება საკუთარ ცხოვრებასაც თითქოს გარემაყურებლის თვალით შეხედეთ, აი სხვისი თვალით დანახული საკუთარი ცხოვრება. ესეც შემიძლია ვთქვა, გადააფასეთ ღირებულებები, სად იქცეოდით სწორად, სად არ იქცეოდით, სად შეცდით, სად დააშავეთ, ან სად აპატიეთ ვიღაცებს იმაზე მეტი ვიდრე საპატიებელი იყო და ასე შემდეგ. მე მგონი ეს წინა ისტორია გასაგებია და მიხვდებით ვისთვისაც არის მისაღები ეს გაშლა. და ვნახოთ აი ამ რთული დასასრულის შემდეგ როგორ განვითარდება თქვენი ცხოვრება, რა შედეგები მოყვება აი ამ წერტილის დასმას. ყველაზე მთავარი კიდევ ვიმეორებ არის ის, რომ თქვენ ჩართეთ მენტალი და აღარავინ და ვეღარავინ ვერ გამოიყენებს თქვათ თქვენს ემოციურობას, თქვენს გულჩვილობას, თქვენს სიკეთეს და ასე შემდეგ. მოვლენების განვითარება. ერთი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ, ჩემო კარგებო,
რადგან აი ძალიან მალე შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ და მოვლენები განვითარდება ისე რომ მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, სტაბილურობას, სულიერ კმაყოფილებას, საკუთარ თავში იპოვით ძალას, აღმოაჩენთ რომ თურმე ესე უნდა ყოფილიყო, ესე უნდა მომხდარიყო, ყოველგვარი სინანულის გარეშე გააგრძელებთ თქვენს გზას, უკან მოუხედავად და მალე ძალიან სასიხარულო ამბები გელოდებათ, ვისთვის რა არის პრიორიტეტი იმის მიხედვით. აქ სრული ის ხდება ცვლილება, შინაგანი, განკითხვის დღე გვეუბნება, რომ ხდება სრული გადაფასება ღირებულებების და აქედან გამომდინარე თქვენი ცხოვრება იცვლება უკეთესობისკენ. აი რაღაცა კონკრეტულ სიტუაციას, კონკრეტულ მოვლენას არ მაჩვენებენ, აქ არის ზოგადი პასუხი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად პოზიტიური. ვისთვის რა სფეროა მნიშვნელოვანი და აი ეს კონკრეტული სიტუაცია, ვისთვის პირადი ცხოვრება იყო, ვისთვის საქმიანი ურთიერთობები, ვისთვის ნათესაური კავშირები და ასე შემდეგ. და ვნახოთ კიდე რა შეიძლება საინტერესო მოხდეს ახლო მომავალში თქვენს ცხოვრებაში. სრული ბედნიერება, ჩემო კარგებო, სრული კმაყოფილება, ძალიან დიდი სასიხარულო მოვლენები გელოდებათ და რაც მთავარია, სიახლეები მოდის ბევრი და არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ, თუმცა ეს არ არის რთული არჩევანი, ორი კარგიდან უკეთესის არჩევა. აი ესეთი სახით მოდის თქვენსკენ ბედნიერება, თქვენ ხდებით თქვენი ცხოვრების მართველი და მართლაც რეალურად სერიოზული ტრანსფორმაცია მიდის, მაგრამ ერთი მაგრამ არის, ჩემო კარგებო, ვისაც თქვათ, აი ეს ახლა აქამდე არ გაჟღერებულა ეს მესიჯი, რასაც უყურებ კომბინაციას, მაგრამ ეხლა წამოვიდა ბოლოს მინიშნება, ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება რაღაცა მაგიურ ჩარევებს ებრძოდა და აი ეს წერტილი ის არის, რომ დაასრულეთ იმ თქვენს მტერთან ბრძოლა, წერტილი დაუსვით და აი ეს დისკომფორტი და შინაგანი სტრესები და შიშები შეიძლება აი ამის თამდევი მომენტი იყოს, რადგან წმენდასაც თუნდაც ახლავს სტრესები, შიშები, რაღაც შეიძლება ფიზიკურ პლანზეც ცოტა ჯანმრთელობის გაუარესება, ეს გამოსვლებს ეძახიან ამას ეზოთერიკოსები და ამის შემდეგ დაალაგდება ყველაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მოდის და მესიჯი, ვისაც მაგიასთან ჰქონდათ შეხება, აუცილებლად იმ ეზოთერიკოს, ვისთანაც წმენდა ჩაატარეთ, შეიძლება თქვენ თვითონაც მოსთხოვეთ დაცვის დაყენება, ან თქვენ დაუკავშირდით, თუ თქვენ თვითონ რაღაც თქვენი ძალებით გაიწმინდეთ, მედიტაციების დახმარებით თუ სხვა საშუალებებით, დაიყენოთ დაცვა. ან მიმართოთ ვინმე მცოდნეს, რომ დაგიყენონ დაცვა, ეს აუცილებელი მომენტია მათთვის, ვისაც მაგიასთან ქონდა შეხება. ჩვენ კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. და ვნახოთ მერე პროგნოზი როგორ განვითარდება სიტუაცია. ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტიც თითქოს აი წერტილის დასმასავით, როგორც პირველ ვარიანტში იყო, მაგრამ აქ ახლა კონკრეტული ვითარება, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ, ვფიქრობ უფრო ოჯახის წევრებთან, ან თქვენი ოჯახის ინტერესების დასაცავად, შეიძლება ეს იყო ფინანსური დავა, შეიძლება რაღაც ბანალურ ჩხუბზე იყო ლაპარაკი, სადაც ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მემკვიდრეობის გაყოფაზე, უცხო ადამიანებთან კონფლიქტებზე, იქ მეზობელმაღობე გადმოწია, იქ თქვათ სასამართლო დავა და ასე შემდეგ, მაგრამ იყო კონფლიქტური სიტუაცია, სადაც გიხდებოდათ თქვენი საკუთარი ინტერესების დაცვა და ეს არის დაამთავრეთ, ეს დავა, ყველაფერი დამთავრდა თქვენ სასარგებლოდ, როგორც პოსტფაქტუმ, ან აი ეხლა ხართ ამ ვითარებაში და უკვე პროგნოზია, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს ეს კონფლიქტური სიტუაცია. შესაძლებელია აი ესეთი რაღაც ინფორმაცია მოდის, სიტუაცია რომ აგიღწეროთ, შეიძლება თქვენ გქონდათ
ურთიერთობა, ან მეგობრობით, ან ხანაგობდით, როგორც გინდათ დაარქვით, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც გძირავდნენ. თქვენთვის სიკეთის მომტანი არ იყო, პირიქით საზიანო იყო ეს ადამიანები თქვენთვის, იყვნენ და რაღაცა გარკვეული ბრძოლების შემდეგ, შეიძლება ეს შინაგანი ბრძოლებიც იყოს, ზურგი აქციეთ იმ სოციუმს, იმ ადამიანებს აირჩიეთ ოჯახი, აირჩიეთ პირადი ბედნიერება და აი ასეთი სახის რაღაც ბრძოლებიც შეიძლება იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბრძოლიდან გამოხვალთ გამარჯვებული ან უკვე გამოხვედით. მინიშნება მე მგონი გასაგებია, რაღაცა ძალიან დეტალებში ვარ ჩავღრმავდე და ძალიან არ გაგვიგრძელდეს ვიდეო და ვნახოთ პროგნოზი, აი რას მოგიტანთ ეს ბრძოლა, იმ ადამიანების უკან ჩამოტოვება, იმის გარდა რომ თქვენს ოჯახში ბედნიერება დაისადგურებს. აქ შეიძლება იყოს, აი მაინც მოდის ეს ფიქრი ძალიან მაწვება, რომ თქვათ ისეთი მეგობრები, რომლებიც მაგალითად აზარტული მოთამაშეები არიან, თქვათ მოიხმარენ რაღაც ისეთ ნივთიერებებს, რაც არ არის სასურველი და საზიანოა, ეგ დამოკიდებულებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, კრიმინალურ მდგომარეობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ან უბრალოდ ადამიანები ცუდ გავლენას ახდენენ თქვენზე და ახდენდნენ. და ამის გამო შეიძლება ოჯახის წევრებთან ქონოდათ პრობლემები. რომ აი არჩევანის წინაშე აირჩიო ან ის სიტუაცია, ის მეგობრები, ის სასტავი ბჭყალებში, ან ოჯახი. და თქვენ არჩიეთ, ამჯობინეთ ოჯახი. ან ეს ისტორია ეხება თქვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელმაც აგირჩიათ თქვენ და არა ისინი. ნახოთ პროგნოზი, მოვლენების განვითარება. მოვლენების განვითარება იქნება ის შემოკარგებო, რომ აი ეს არჩევანი, რომელიც გააკეთეთ თქვენ, ან გააკეთა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა, თქვენთვის ძვირფასმა ადამიანმა, რაღაცა პერიოდის გავლის შემდეგ დაადასტურებს იმ სწორ გადაწყვეტილებას და ღირებულებას, რაც აი ამ შემთხვევაში მოხდა. ხდებით თქვენი ცხოვრების ბატონ პატრონი, სხვათა შორის რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ შეიძლება გაიგოთ ინფორმაციები აი ამ მიტოვებული ზურგნაქცევი ხალხის შესახებ, რომელიღაცა ძალიან ცუდად ლაპარაკობდა თქვენზე, გმტრობდათ რაღაცა იქ ინტრიგებს აწყობდა, მოგპარათ რაღაც და ასე შემდეგ, რაღაცა ცუდი ამოტივტივდება იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დატოვებთ წარსულში ან უკვე დატოვეთ. და ეს კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ აბსოლუტურად სწორ გზაზე გახართ, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და რა სახით, როგორ, რანაირად, რატომ ეს ყველასთვის იქნება ინდივიდუალური, მაგრამ ხდება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ახლო მომავალში მიიღებთ რაღაც კარგი ინფორმაციას, ვისაც სამსახურის დაწყება სურს, მიიღებს ამ სამსახურს, ვისაც დაწინაურება სურს, დააწინაურებენ და ასე შემდეგ. ან წამოიწყებთ ახალ საქმეს, ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ხდება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ახალი ნაცნობობა, ბევრი ურთიერთობები, მეგობრები, მაგრამ უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან ეს გაკვეთილი ნასწავლად რომ ჩაგეთვალოთ და ეს რაღაც ეთყობა კარმული სიტუაცია იყო, უნდა გესწავლათ ამ ადამიანებისგან რა არის ღირებული თქვენს ცხოვრებაში და რა არა, ვინ არის მნიშვნელოვანი და ვინ არა. და მსგავსი რაღაც შეიძლება კიდევ დატრიალდეს თქვენს ცხოვრებაში და სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალი კავშირების დროს. ყველას ნუენდობით, ყველასთან გულღიანი იქნებით, ნუ გადაუშლით თქვენს ცხოვრებას, ხელის გულზე ნუ დაულაგებთ კოზირებს, იმიტომ რომ შესაძლებელია შეგხვდეთ ისევ ისეთი ადამიანები, როგორებსაც ჩამოშორდით. ან ის თქვენი ახლო მეგობარი თუ საყვარელი ადამიანი თუ ოჯახის წევრი ჩამოშორდა დღესდღეობით რაღაც ცუდ წრეს, მავნებლებს და იგივე რომ არ განმეორდეს, იყავით ძალიან ფრთხილად. მე კი დროებით ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე შევეცდები, მალე გადავიღო ვიდეოები.